მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს ხაშვეთის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იქადაგა. ეკლესიაში იყვნენ პოლიტიკოსებიც. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრეულს დღევანდელი დღე მიულოცეს. თამარ ბუბაშვილი მუშაობს დილიდან ამ თემაზე. ჩემი კოლეგა ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. საზეიმო წირვა ლოცვა ხაშვეთის ტაძარში უკვე დასრულდა, რამდენიმე წუთის წინ დატოვა ეკლესია პატრიარქმაც, მანამდე მან იქადაგა და მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ ბრძანა, რომ ადამიანი განსაცდელის დროს არასდროს რჩება მარტო და მასთან ყოველთვის არის უფალი, ასევე პატრიარქმა ქადაგების დროს თქვა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და ამის მაგალითად მოიყვანა წმინდა გიორგისა და რომის იმპერატორ დიოკლეტიანის მაგალითი. ასევე დღევანდელ წირვას ესწრებოდა საქართველოს პრემიერიც ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს სამახსოვროდ წმინდა გიორგის ხატი გადასცა. პრემიერ-მინისტრი მოგილოცავთ მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. და დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ კვლავ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. როცა ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ მიტოვებული ვართ, უფალი ჩვენთანაა, უფალი ჩვენს გვერდითაა. ჩვენ არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია, არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. და სწორედ წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო, როგორც პატრიარქმა ბრძანა გამარჯვების, ბოროტების დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების და სიკეთის გამარჯვების. ამიტომ მე მინდა ყველას ისურვოთ ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია ჩვენ გავაერთიანოთ საკუთარი ერი და საკუთარი სამშობლო. მე გვერდები ჩვენი პატრიარქის სიტყვებს და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. პრემიერთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ დღევანდელ წირვა ლოცვას. ხაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე. ისინი დაესწრნენ საზეიმო წირვა ლოცვას, ასევე მოისმინეს პატრიარქის ქადაგება და ამის შემდეგ უკვე მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცეს. გიორგობას გილოცავთ, ძალიან წმინდა დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და თითოეულ თქვენთაგან სრულიად საქართველოს ჩვენს დედაქალაქს ფარავდეს წმინდა გიორგის მადლი, მისი ძალა გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა და სწორედ წმინდა გიორგის ღვთის წყალობით ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. სრულიად საქართველოს ულოცავ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის დღე, რომელსაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დიდი ზეიმით აღნიშნავს, ევედრება მფარველობას და მე მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას წინსვლა და არასოდეს არ მოჰკლებოდეს როგორც საუკუნეების მანძილზე ჩვენი ერთ-ერთი დიდი წმინდანის, წმინდა გიორგის მფარველობა. წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოს არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენს ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ. და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, გამოდის და მომავალშიც ასე იქნება და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელი დღე. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში. 797 ბავშვს მონათლავს დღეს პატრიარქი და ეს არის უკვე რიგით 51 ნათლობა. მადლობა თამარს. თამარ ბუბაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ხაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან.